ესეც ჩვენი დანიშნულება კიდევ არსებულ პროექტში მესამე სართულია. ეს პროექტი გვახსოვს, ხო? ორი სართული ქვემოთ გვაქვს, იატაკის გათბობა გვაქვს სულ ყველგან სამივე სართულზე. ეს იმათთვის ვის შეკითხვებს ვსვავს, შეიძლება იატაკის გათბობით მივიღოთ კომფორტი? კი, შეიძლება. ყველაფერი შეიძლება. ეს თუ არის ლოგიკასთან დაკავშირებული, არ ცდება ნორმებს, სტანდარტებს, ამას ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ და ვექვემდებარებით. რატომაც არა, ხო, როცა გვაქვს არსებული ამ ხელა ფართი, თან მესამე სართული წარმოიდგინეთ, ვინაიდან მეორე სართულიდან ფაქტიური სითბო კიდე იატაკიდან დანაკარგი საერთოდ არ გვაქვს, ვინაიდან ქვემოთ სითბო გვაქვს, ამასობაში გვაქვს პერიმეტრზე, ხო, ვიტრაჟი, კედელი და ეს კედელი. ეს პატრიცემული 4 კედელში ვართ მოქცეული. სახურავი დათმული არის, ეგრეთ წოდებული ბაზალტის ქვა ბამბით, ბოლო სართულია უკვე, ესე იგი შესაბამისად ის უკვე სახურავი გვაქვს და ზუსტად იქ არის შემოდებული, ხო, ჯანსაღი მზის კოლექტორები. სამი კონტური გამოგვივიდა ჯანსაღი, რაღაც პლუს მინუს 70 მეტრიანები, რატომაც არა, ვინაიდან როგორც ყოველთვის, ხო, ვითვალისწინებთ იმას, რომ პირველი კონტური არის პერიმეტრში, ყველაზე მაღალ ტემპერატურიანი კონტური, ამას ქვია ზუსტად მაღალ ტემპერატურიანი, ვინაიდან უნდა მოხსნათ პერიმეტრის დანაკარქები და შიგნით როცა შემოდიართ უკვე ეგრეთ წოდებული ამასობაში, ესე იგი, გარეთა პერიმეტრზე გვაქვს ეგრეთ წოდებული კიბე, ხო, ოთხრივი ხვევა არსებობს, საერთოდ სამხრივი არის, მაგრამ დამოკიდებულება ერთია, ორხრივი კიბე, ეგრეთ წოდებული ულიტკა, ხო, ლოკოკინა, ხო, რა ვიცი ქართულად ლოკოკინა, ულიტკა. აკვირდებით, ხო? ანუ კიდეც ჩანს, იმიტომ რომ გარე პერიმეტრში ეს არის ერთი კონტური. ამასობაში ათვისებულია ეს, ანუ კომბინირებული ამასობაში გამოვიდა კიბე პლუს ეგრეთ წოდებული ულიტკა და შემდეგ მეორე კონტური ულიტკა და მესამე კონტური ულიტკა. რატომაც არა, დემპერატურული ლენტა დაფიქსირებული ყველგან ეგრეთ წოდებული, ხო? ბაბიშკებიანს ვიყენებთ, ვინაიდან არის კომფორტული, ვინაიდან ყოველთვის სისქეში ჯდება და ამასობაში განსაკუთრებულად იქ სადაც გვაქვს ჩვენი ფართი და ეს განსაკუთრებულია, ვინაიდან მესამე სართული არის და ფაქტიური დანაკარგი საერთოდ არაფერი გაგვაქვს, ხო? საერთოდ ფაქტიური დანაკარგი გვაქვს ყოველთვის პირველ სართულზე. არა ისის გააჩნია რა ფუნდამენტი გვაქვს გაკეთებული. ამიტომ ის უნდა გაითვალისწინოთ ხოლმე, ხო? ფუნდამენტის ვარზე და ამასობაში სისქეს უნდა დაგვიტოვოთ ხოლმე, რომ გონეს აი მინიმუმ ესეთი სისქე რომ ვიტრაჟამდე მოვიდეთ, ამასობაში გავაკეთოთ ის საფენი ჯანსაღად. იატაკის გათბობა ამასობაში შევიდა ეგრეთ წოდებულ სველი წერტილი არის აქ დამონტაჟებული ამასობაში ეს გვექნება უნიტაზი და სექტორული ეგრეთ წოდებული ვენტილები, როგორც ყოველთვის ჩვენ ამას ვითვალისწინებთ და ამასობაში აღქმა აი ესე წინამორბედი ეგრეთ წოდებული უკვე. კლაპანი ეს იმის ნიშნული არის, აქ იქნება დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული ოთახის თერმოსტატი და მიღწეულ კომფორტულ ტემპერატურის შესაბამისად ის თერმოსტატი არსებულ კლაპანს გათიშავს. ხარჯზომები აუცილებელია, ვინაიდან ვაფიქსირებთ ყოველთვის და ვხედავთ რა ხდება ჩვენს იატაკის გათბობის კონტურებში. კანალიზაცია გაყვანილია და ამას ყოველთვის კიდე ეხა ხო, რა ვიცი, თაზას არ შევიკებთ, ხო, ვინაიდან იქნებოდა ჩაგდებული აი ასე, ხო, ეს მილი და ამასობაში სამხელა ფარც, ამასობაში აი ეს მონაკვეთი მთლიანად დაიკარქებოდა და რატო, ხო, როცა გვეძლევა საშუალება, აი, ხო, ავედით კედელი ამისთვის არის და ბევრს არ ეძლევა ამის საშუალება და გავედით, ხო, არავის არაფერში ხელი არ შეუშალით, ამასობაში კედელზე გამოვიდა კანალიზაციის მილი, დაფიქსირდა მშვენივრად, გამოვიდა ეგრეთ წოდებული საგანგაშო ტრაპი, ყოველთვის ვითვალისწინებთ, ვინაიდან ეგ დასადები უნიტაზი იქნება და რა, უნიტაზის ინსტალაცია და იქიდან მხარეს გვაქვს კუხნისაც არა, ხო, ერთი სექტორი კიდე, სადაც იქნება ჭუჭის არეცი იქნება თუ რაღაცა ტექნიკური თვალსაზრისით ესა უნიტაზი დაერთება, ცივის ხელის დაკეთვა, რეცირკულაცია ყველა ვარიანტში, ამასობაში ეს უკვე აისახა, ეგრეთ წოდებული პადაჩაზე ხარჯზომებით და აპარატკა ჩვეულებრივი სტანდარტული მიმართულება ასეთი და არ საჭიროებს და აი არსებული სითბოთით წარმოიდგინეთ სვერწერტილში იქნება კომფორტული ტემპერატურა. ხო, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ, ხო, მიმართულებას, რომ ძალიან ბევრი შეკითხვები ისმის ხოლმე, რას ვიღებთ 1 კვადრატული მეტრიდან იატაკის გათბობის კონტურიდან. ძალიან ბევრი მსჯელობა მიდის, ხო, ამასობაში არის ერთადერთი ნორმა, სტანდარტი ეს არის 11 ვატი 1 კვადრატული მეტრიდან, ხოლო დელტა T 1 გრადუსი, ეს რას ნიშნავს, ხო? დამოკიდებული ეს არის იატაკის გათბობის ზედაპირი და აი ეს დელტა ეს ხოობა, ამით განისაზღვრება და სივრცეში ტემპერატურის ხოობა შორის. ამასობაში ფორმულაც არის, რომ მეგაკალორიებით, უნდა შეგვეძლოს გამოვითვალოთ თუ რას მივიღეთ საერთო ფართიდან. არ დავიწყებ ახლა მათემატიკურ გამოთვლების სწავლებას თქვენთვის, ეს არის მომცემი არ იქნება განსაკუთრებულად. დამკვეთებისთვის არა, დამკვეთები საბოლოო ჟამს ამასობაში უყურებ მეტ სიღრმისეულად შევსვებიან ხოლმე არსებულ თემატიკას და მე მონტაჟებს უჭერთ ხოლმე, ამასობაში რაღაცა PCR ხოლმე ჩაგდებული მილი და ამასობაში იმას ქვია იატაკის გათბობა. არა პატრიცემილებო, უნდა ვიცოდეთ, ხო, თქვენს მიერ დამონტაჟებული იატაკის გათბობის ზედაპირზე რას მივიღებთ ეს 1 სტანდარტს არ უნდა გავხსნათ ეს 2 და რას იმძლავრო გექნება საერთო ჯამში. ისე რომ ადამიანისთვის ზედაპირის ტემპერატურის ნიშნული შემაწუხებელი არ იყოს. ცივის ხელი ხო როგორც ყოველთვის პროფესორად
ცხელი ცივი, კანალიზაციის წერტილი. აქ იქნება ეგრეთ წოდებული პატარა ნიჟარა, აქ იქნება მაცივარი. ამიტომაც გამოიყო ეს ზონა. არ ჭირდება ვინაიდან მაცივის ქვემოთ იატაკის გათბობას არაფერი არ ესაქმება. იქ ერთი წერტილი არის გამავალი, ანუ აქ გავდივართ და არის ეგრეთ წოდებული სახურავზე ვართ ეგრეთ წოდებული არა ხო? ეს ხო გამოყენებადი იქნება, რატომაც არა, აქედან არის ამოსასვლელი. ამოდივარ და რა ვიცი, დასასვენებელი ზონა იქნება. ამიტომ რატომაც არა ხო? დამკვეთის თხოვნის შესაბამისად, ჩვენ ამას ყოველთვის ვითვალისწინებთ ერთი წერტილი დამეტოვეთ გარეთ. აგერ პატივცემულო. კონდეს გარეთ, ვინაიდან ესეთი წყალი ყოველთვის იმე რა კაია. წყალი არის სიცოცხლე რა უყურებთ ამას ომაში. წეღან მოვიდა ახლა წყალი. და უბრალოდ წეღან მოვიდა შეტყობინება, წყალი არ გიქნება ღამის 2 საათამდე. რა მაგალია. ამიტომაც აუცილებელი გიორგი რეზერვაცია. ოღონდ ვიდეოებს, როცა ზაზა იზახის, ეს ასეა. რეზერვაცია ნიშნავს იმას, რომ აი ესე შემთხვევაში წარმოიდგინეთ, ხო, დღის 2-3 საათიდან ღამის 2 საათამდე წყალი არ გაქვთ. ამაზობაში 5 ტონას რო ვიზახი და ბერს რო უკვის, უიმე ეს ბევრია, არა პატივცემულებო. წარმოიდგინეთ, ამ ხანგრძლივობაში თქვენ წყალი გაქვთ, ამასობაში არავის არ აქვთ. ამიტომ ეცადეთ მშენებლობის დროს გაითვალისწინოთ ტექნიკური ოთახი, სადაც იქნება დამონტაჟებული ზუსტად ის რეზერვუარი. მინიმუმ 5 ტონას ვიტყოდი მე, ხო, ეს იქნებოდა ზღვარი, მინიმუმი არა, მაგრამ ზღვარი იქნებოდა, რომელიც მოგანიჭებთ კომფორტს, წყალი გიქნებათ, ხო, წყლის გარეშე ადამიანი ვერ გაძლევს, ხო, ახლა წარმოიდგინეთ, ხო, რა და რა პროცესები გველის წინ. რა ვიცი, დანარჩენი ხილვადი ყველაფერი არის, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს უშუალოდ და კიდევ ჯერ ვიძახი რომ არსებული იატაკის გათბობა, აი აქედან წამოსული ენერგიით რა ქვია, მიიღებს კვებას, კი ბატონო, ზამთრის პროცესშიც. თქვენ წარმოიდგინეთ, ვინაიდან საქართველოს კლიმატური ზონა ამის გამოწვეული პანაცეაა. როგორც ყოველთვის, კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე.